გამარჯობა, მე ვარ ქეთი კოპაძე, რადიოს წამყვანი და ჩვენ ვიმყოფებით კასპიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულ ქვემო ჭალაში, რომელშიც შედის 7 სოფელი და აქედან 5 სოფელი წარმოადგენს ეგრეთ წოდებულ გამყოფ მდებარე სოფელს. ახლა ვისაუბრებთ ახალგაზრდულ ცენტრ კონაზე და ჩვენი სტუმრები არიან კონას ცენტრის დამფუძნებელი და ერთ-ერთი თანამშრომელი. პირველ რიგში გთხოვთ, რომ წარუდგინოთ თქვენი თავები. გამარჯობა და მოგესალმებით. ჩვენ ვარ კონას ცენტრი, რომელიც არის ახალგაზრდული და სათემო ცენტრი ჩვენ სოფელში. მე ვარიანა კოვალოვა, ჩვენი ორგანიზაციის დამფუძნებელი. ეს არის პატარა მარტა ჩვენი შვილი. და დამბიქი. მოგესალმებით, მე გახლავართ თამარ საჩალელი. ვარ აკომპანიატორი ქრომოჭალის კულტურის სახლში, მაგრამ თანამშრომლობ აქტიურად კონას ცენტრთან. ერთ-ერთი რაღაცა პატარა ადგილი მიკავი ამ კონას ცენტრის განვითარებაში მეც. ქალბატონო იანა, გვაინტერესებს თუ რა იყო ამ პროექტის იდეა და მიზანი. რა გითხოთ? ხო, ცოტა შორიდან ჩვენ დავიწყოთ მუშაობა სოფელში ჩვენი ორგანიზაცია უკვე 2018 წელს. და ამ წელს ჩვენ გქონდათ პირველი ტრეინინგი ახალგაზრდებთან ერთად და ამის მიზანი იყო, რომ ახალგაზრდები ტიტონ აირჩიოს რა არის ყველაზე დიდი პრობლემა სოფელში და როგორ შეიძლება განვითაროთ ან რაღაცა შესვალოთ ეს პრობლემა პოზიტიურ ხარისხზე და ჩვენ ბევრი აქტიურობა ჰქონდა და ერთ-ერთი დიდი პრობლემა იყო, რომ სოფელში არ არსებობს ადგილი, სადაც შეიძლება შეხვდეთ, სადაც შეიძლება ვიყავით ერთად როგორც შეკრებები და აქტივობები და ჩვენ ამ წელს ჩვენ დავიწყოთ ახალგაზრდებმა დავიწყოთ პატარა სკვერის შენობა. ეს იყო აქ კლუბის ტერიტორიაში და გააკეთეს რაღაცა ფრენბურგი ვოლეიბოლის როგორც ფრენბურგის ბადა, სხვადასხვა გამარჯვები და პრინციპში ძალიან იაფად გაიყო და მართლა ეს 1-2 წელი ეს სივრცე იყო მართლა ცოცხალი და ბებიები, ბაბუები მოვიდნენ, ახალგაზრდები და ცოცხალი იყო საღამოობით, ზაფხულში ესე. და მე ჩვენ ძალიან გვინდოდა რომ მართლა სოფელში იყოს ეს ნამდვილი გახურული სივრცე, თავისუფალი სივრცე და ამიტომ ზუსტად 2 წლის წინ ჩვენ გახსნი ეს ცენტრი. ეს იყოს დაფინანსებული ევროკავშირის პროექტი და UNDP-ის პროექტის გამო. და ამის ცენტრი თავარი მიზანი იყო, რომ ეს იყო თავისუფალი და ღია სივრცე. და ამ სივრცეს თავარი მიზანი იყო, რომ ეს იყო თავისუფალი და ღია სივრცე, სადაც ნებისმიერი ახალგაზრდები, ბავშვები, მაგრამ იგივე სათემო ლიდერები შეიძლება გავაკეთოთ სხვადასხვა აქტივობები. ჩვენ მანამდე ვიხავით კლუბის თანამშრომლობით ბიბლიოთეკაში გავატარებთ სხვადასხვა ვორქშოპები და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც ეს არ იყო ახალგაზრდული ცენტრი და სივრცე ამისთვის, იმიტომ რომ ახალგაზრდები უნდათ შევკრიბოთ შაბათ-კვირაობით ან საღამოებით და ეს სივრცე, კლუბის სივრცე ამ დროს ჩაკეტილია და ამიტომ ჩვენ მინდოდა რომ ეს სივრცე მართლა ღია იყოს და უკვე დიდი ხანი აქ მუშაობ სოფელში და უკვე გვაქვს აქტიური ლიდერები, რომელიც უკვე შეიძლება რომ თვითონ გააკეთოს სხვადასხვა აქტივობები, თვითონ აქვთ გასაღები და შეიძლება გავაკეთეს და როცა უნდათ და ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს სამაგიდო თამაშები და სხვადასხვა აქტივობები და ძალიან აქტიურენ და რაც მთავარია ამ პროცესში, შენებლობის პროცესში და უკვე ფორმებში ძალიან ჩართული იყო ახალგაზრდები, აქ სულ იყო 15, 20, 30 ბავშვი ახალგაზრდა გეხმარებოდნენ ძალიან კარგი დრო გაატარებენ და
ეს მე მგონი მნიშვნელოვანია, რომ ეს რძნობა, რომ მართლა ჩემი სივრცეა, მე აქ ვიმუშავე, მე აქ მაქვს ეს ძალიან კარგი რაღაცა მემორიის მოგონებები და მართლა ჩემი სივრცეა. და შაშანცელს ჩვენ გქონდა ეგეთი პროგრამა, რომ ჩვენი ლიდერები გააკეთოს სხვადასხვა წრეები ადგილობრივ ბავშვებთან და ახალგაზრდებთან. ჩვენ გქონდათ ხატვის წრე და ინგლისური და უპასო იყო ეს ეს პროგრამა და გქონდა შესაძლებლობა, რომ ისინი მუშაობენ როგორ უკვე მასწავლებელი და ძალიან ძალიან შესაძლებლობა გქონიათ ის ბავშვებს. რომ წამოგიდგინოთ თქვენი თავი და რა კავშირი გაქვთ აქ? დიახ, მე ვარ თამარ საჩალელი, დავიბადე და ვცხოვრობ ქვემო ჭალაში, შევქმნი აქვე ოჯახი და ჩვენი სოფლის თითოეული პრობლემა ბუნებრივია ბავშვობიდან დღემდე გათავისებული მაქვს, როცა სოფლად ცხოვრობ, უბრალოდ ძალიან ძნელია ადამიანმა არ შეიყვარო ის გარემო, ის რა ვიცი, ყველაფერი მთა, ტყე, მდინარე, მინდორი, ანუ რასაც წარმოადგენ და რაც არის შენი საკუთრება, ანუ ყველაფერი შენია, როცა სოფელში ცხოვრობ, ყველაფერი ყოველთვის გონია, რომ ყველაფერი შენია. რაც შეეხება იმას, მე საიდან თანამშრომლობ იანა კოვალოვასთან, პირველ რიგში თანამშრომლობა იმით დავიწყე, იანა როცა ჩამოვიდა ჩვენ სოფლად, არ ვიცოდი ვინ იყო, ბუნებრივია და ქვემო ჭალის კულტურის სახლში მოვიდა, გაგვეცნო და ძალიან დადებითად გამეწყო გადაწყვეტ იანას მიმართ. და დავწერდი იმას, რომ ერთ-ერთი ჩემი შვილი იყო იანას აქტივისტი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა. მე როცა განმავლობაში ანუ გაიზარდა ჩამოეხსნა, იმიტომ რომ რა ვიცი, სწავლა უნდა და ჯარმა მოუწია და მაგიტო ჩამოეხსნა ამათ და ვიტყოდი იმას, რომ ანუ იანას პირველ რიგში მადლობას მოვუხდი, რომ ჩეხმა ქალბატონმა გადაწყვეტა ჩვენ სოფელში აი ეს ახალგაზრდები აეყოლიებინა, გაეკეთებინა ეს სივრცე და სივრცის გაკეთებამდე ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი სოფლისთვის. ძალიან მოგრძალებულად ისაუბრა თავის გაკეთებულ საქმეებზე და მე ვიტყოდი იმას, რომ იანა არის ერთ-ერთი და ერთადერთი მაშინ სულის ჩამდგმელი, რომელმაც არასამთავრობოების სახით შემოიტანა ჩვენ სოფელში გადატრიალება და ცოტა ხანში უკვე მე გავხდი ასოციაცია თანხმობის წევრი და აი აქედან ვფიქრობთ ჩვენი თანამშრომლობა ამით შედგა, რადგან მე ვმუშაობდი სასწავლო ქალებთან და უკვე ხანდაზმულებთანაც და იანა მუშაობდა თინეიჯერ ახალგაზრდებთან და ჩვენი თანამშრომლობა იმით არის განპირობებული, რომ ანუ ჩემთვის ეს სივრცე ყოველთვის ღიაა. მე თავს მივიჩნევ, რომ ვარ იანას თანამშრომელი, ჩვენ ორივე ვთვლით, რომ ვართ თემის ლიდერები, რომლებსაც შეგვიძლია, რომ აქტიურად ავიყოლიოთ მოსახლეობა, იანამ ახალგაზრდები და მეუკვეს დასრული ადამიანები, ქალბატონები უმეტესად და ჩვენ ერთობლივად შევსვაროთ ჩვენი თემით, გავაკეთოთ რაღაცა ბევრი წინსვლა და აი ამით ჩვენი თემი განვავითაროთ, ბუნებრივია და ყოველთვის რა არის იცით, გულსატკენია ხოლმე, რომ მე ახლა გავეცანი ძალიან ბევრ რაიონს, რეგიონს, აი ამ ასოციაცია თანხმობის საშუალებით და შევისწავლე ამ ადამიანების ცხოვრება, როგორ ცხოვრობენ, როგორ განვითარდნენ, როგორ მიაღწიეს უკვე იმ პიკს და სხვას, რითიც თავისი სოფელი შეცვალეს რაღაცა უკეთესობისკენ და ბუნებრივია რატომაც არა გიჩნდება ადამიანს ის განცდა, რომ თუ კი სხვა აკეთებს ამას, რატომაც არ უნდა იყოს შენი სოფელი ძლიერი, მედგარი და მეგეგი თუნდაც და რამდენიმე პროექტში ჩავერთე, რომელიც არის როგორც სოფლად ცხოვრები ქალების გაძლიერება, ასევე გავიარე გენდერის კურსები, გავლილი მაქვს აუდიტის კურსები, აი არ ვიცი, ჩამონათვალში ბევრჯერ დაფიქრდები ხოლმე, რომ იმდენი რაღაცა გავიარე და იმდენი შესაძლებლობა მომეცა, რომ აი ეს ყველაფერი არის ასოციაცია თანხმობის დამსახურება, ამათი ძირითადი პარტნიორი ყოველთვის იყო გაეროს ქალთა ორგანიზაცია, აი ამათგან ძალიან განებივრებული ვარ, ძალიან ბევრი რეპორტაჟი არის ჩემზე ჩაწერილი, 2 დღის წინათ ყავდნენ სტუმრად. ამაყი და ბედნიერი ვარ, ევროკავშირთანაც ძალიან მჭიდრო კონტაქტი გვაქვს.
ამათგან სარგებლობთ სხვადასხვა მხარდაჭერით იმართება ხოლმე რაღაცა გასულითი ღონისძიებები, გამოფენები და აი აქ გვიწევენ და ვიგებთ მონაწილეობას, ვახდენთ ჩვენი თავის რეალიზებას და ჩვენს მიერ ნაწარმოები პროდუქციის რეალიზებას. როგორც ერთ-ერთი სოფლის მკვიდრი ვარ ბიომეწარმე, ბიომეურნე, ასოციაციის წევრი ვარ ელკანასი, რომელიც არის ძველი ქართული ჯიშების მომრავლებით და გაცოცხლებით დაკავებული. ვაწარმოებ ცულის პირას, ეს არის პარკოსანი კულტურა არის, რომელიც ლობიომდე ჯიში არის, მე-16 საუკუნიდან არის, როგორც შუა აზიაში, ისე ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში ცნობილი და იქიდან აქვს ფესვები. ასევე წითელი დოლის წარმოებელი ვარ უკვე მეორე წელია. საერთაშორისიანაც არის წითელი დოლის წარმოებელი და გამოდის რაღაცებს თითქოს ხანდახან ცალ-ცალკე ვაკეთებთ და მაინც ერთობლიობაში ერთად მოვდივართ ხოლმე. ეს ყველაფერი იმიტომ აქვს წამოწყებული, რომ აი ამან მომცა საშუალება 45 წლის ასაკში ჩემთვის საამაყო ასაკია ეს, იმიტომ რომ ძალიან პატარა მშევქმნელი ოჯახი და განათლება ვერ მივიღე, სათანადო დროს როცა საჭირო იყო, რასაც არც ერთ ახალგაზრდას არ მოუწოდებ, რომ ესეთ ადრეულ ასაკში შექმნას ოჯახი, ეს არის ჩემი ცხოვრებისეული ყველაზე დიდი დანაშაული და მინუსი ვიტყოდი, მაგრამ მინუსად შეიძლება არ ჩაითვალოს, იმიტომ რომ როდესაც განვითარდები ადამიანი, სოფელს აღარ უბრუნდები და ალბათ ჩემი მისია იყო ეს, მე ესე ვთვლი, რომ იმიტომ უნდა შემექმნა ოჯახი ადრე და სოფლად, რომ ჩემი სოფლისთვის საკეთილდღეო წერტილი დამესვა და წინსვლისთვის ანუ ნაბიჯები გადამედგა. ამისთვის ჩემი მისია არის, რომ ჩემი განვითარება და ჩემი პროფესიული ზრდა მხოლოდ ჩემი განვითარება არ იყოს, მე ვიბრძვი და ვცდილობ ჩემი სოფლის, ჩემი თემის განვითარებისთვის. ძალიან ბევრ პროექტში აქტიურად ვარ ჩართული, როგორც წერ ჩემი ბუნებრივი განვითარებისთვის და ჩემი წინსვლისთვის, ანუ მეწარმე გახლავართ, მე მგონი გამოირჩა, ჩემი სამკერვალო მაქვს, 2 გრანტი მაქვს მიღებული და ეს ჩემთვის საამაყოა, იცით რა, ქალი, რომელიც ზოგი დიასახლისი არის და ვერ ახერხებს თავის რეალიზებას, როცა საშუალება მიეცემა, რომ რაღაცა ორგანიზაციების მხარში დგომით, ეს იქნება ავსტრიის, გერმანიის, ამერიკის, რა ვიცი, ძალიან ბევრი პარტნიორი ორგანიზაციები ყავს და ძალიან ბევრი ქვეყანა არის ჩვენი პარტნიორი, რომელიც ხელს გვიწყობს ქართველ ქალებს, გავხდეთ მეწარმეები, შევძინოთ რაღაცა ჩვენს ქვეყნის საკეთილდღეოდ ისევ რაღაცა პატარ-პატარა საქმეები და ამითი განვავითაროთ ჩვენი თავი და ჩვენი თემი. რაც შეეხება თემის ურთიერთობებს და საქმიანობებს, ძალიან აქტიურად ვარ ჩართული, ყველანაც თქვი, იმიტომ რომ შემოვიკრიბე გარშემო უკვე 5 ქალი, რომელიც ახალი სათემო პროექტში ვარ ჩართული, ესეც გაეროს ქართულ ორგანიზაციის მიერ არის დაორგანიზებული. გაეროს ქართულ ორგანიზაცია ყველა მიცის, რომ გაეროს წევრები ვართ ჩვენ საქართველო და არანაირად საფრთხეს არ მიქმნის. მე მიუხედავად იმისა, მერიის თანამშრომელი გახლავართ და ვართ აკომპანიატორი კულტურის სახლში ვმუშაობ, უკვე მე-16 წელია. ჩემთვის ბედნიერებაა და საამაყოა ის, რომ აი ეს ორი ურთიერთშერწყმა, რომელიც ხდება მერიის მხრიდან და თუნდაც აი ამ ორგანიზაციების მხრიდან, როგორც ჩემს განვითარებისთვის არის კარგი, ისევე ჩვენი სოფლის და თემის განვითარებისთვის და მადლობას ვუხდი ამისთვის ჩემს ხელმძღვანელებს, როგორც კულტურის სფეროდან, ქალბატონ თია ხორბალაძეს და დანარჩენს ვისაც ჩემს ზედა ეშელონებად მივიჩნევ მეც და ესეც არის და ასევე იმ ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, რომლებიც ჩემს განვითარებას და ჩვენი თემის განვითარებისთვის ძალიან ბევრს აკეთებენ. ვიტყოდი იმას, რომ ადამიანი როცა თვითონ არის მარტო განვითარებული და თვითონ თუნდაც ძალაუფლება აქვს ხელში, არასდროს ვთვლი, რომ ეს ადამიანი არ არის. ადამიანია მაშინ, როცა შენს გარშემო მყოფისთვის ფიქრობ და ცდილობ იყო წარმატებული, იყო რაღაცა მიმართულების მიმცემი და ისიც აიყოლიო და შენთან ერთად იქნებოდა შენზე მეტი უნარი იმალება ვიღაცის მეში, ხო? და მადლობა ღმერთს და სამყაროს იმისთვის, რომ ერთ-ერთ პროექტში ჩავერთე, თუმცა საკუთარ თვალსაც კი უნდა ვუხადოთ მადლობა, რომ მე ვარ მე, უნდა ვთქვათ ყოველთვის, რადგან ყველა ჩვენ მეს შეუძლია რაღაცა საქმე გააკეთოს საკეთილდღეოდ ისევ ჩვენთვის, ჩვენი თემებისთვის, ჩვენი რაიონისთვის და უკვე ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ყველაფერი მიუთითებს იმას და არის მიმართული იქითკენ, რომ განვითარდეს ჩვენი ქვეყანა.
მე ყოველთვის ვცდილობ და ვფიქრობ იმისთვის, რომ ჩვენი განვითარება არის ჩემი ქვეყნისთვის რაღაცა პატარა რგოლი, რომელიც რაღაცა ვიღაცის მიმართულების მიცემით, ვიღაცის რაღაცა ალბათ ვიღაცისთვის როცა თემის ლიდერად ყალიბდები ადამიანი, ვიღაცისთვის ხარ სანიმუშო ადამიანი, გაკვეთილი ხარ ბუნებრივია და ვიღაცა ცდილობს მოგბაძოს, ვიღაცას ეშინია, ვიღაცას რაღაცა მარწუხები აწუხებს და ვფიქრობ, რომ როდესაც ესე განვითარება და განათლება არავის არ მაშრები, ვაკნინებ და განათლებული ადამიანები არის რაც ზედაზღვარზე ჩემთვის და ამისთვის ძალიან ბევრი შრომა დამჭირდა რომ ამისთვის მიმეღწია, მაგრამ განათლება არის რაღაცა უშუალოდ რაღაცა სფეროში განათლება ადამიანის და რაღაცა კონკრეტული მიმართულებით, ხო, რაღაცა პროფესიას იძენს ადამიანი, მაგრამ აი ეს საერთაშორისო ურთიერთობები, რომლებიც აი ესე ქსელურად არის გაბმული უკვე ჩვენს ქვეყანაში, ვფიქრობ ეს განათლება კიდე სხვა კუთხით არის და რამდენი ადამიანი ჩემუერთდა, ესენი არიან სკოლის დირექტორები თუ მერიის წარმომადგენლები თუ საკრებულოს წევრებიც არიან ჩემთან ერთად ჩვენს ორგანიზაციებში, ვფიქრობ, რომ საამაყოა და სანიმუშოა თითოეული ადამიანისგან ეს სიტყვა მოსმენილი, რომ იცით რა, მე ვიყავი ჩემ სფეროში განვითარებული, მაგრამ რადგან ეს ვისწავლე, ეს ჩემი განვითარება ვფიქრობ აქედან დაიწყო. ვიღაცისთვის საქილიკოა, შენ ესე რატო ამბობ, მაგრამ ესი ანუ აკომპანიატორი ვიყავი და ვარ, სოფლის მეურნე ქალი ვიყავი და ვარ, ეს არსად არ წასულა, ამას დაემატა ის, რომ მივიღე ძალიან ბევრი გამოცდილება, როგორც ონლაინ ტრენინგებით მე მოვხდია ორგანიზაციებში, როდესაც იყო პანდემია და ადამიანები, როდესაც სასოწარკვეთილებას იყვნენ მიცემულები, რომ პანდემია და რა გავქნათ და რა გავაკეთო, მე ამ დროს მივიღე 2 გრანტი, 39.5 სიცხე მქონდა, როდესაც ანუ დამირეკეს რომ შენი ერთ-ერთი პროექტია სამკერვალზე ქონდა დაწერილი გამარჯვებულად ცანი თუ ანუ პირველი ზოგადად ყველაფერი კარგია და რაღაცა სტიმულის მომცემია, როცა გაგიმართლებს რაღაცა ადამიანი, რომ პირველ ნაბიჯს გადადგავ, ხო და აი ეს იყო წინაპირობა, რომ ანუ განვავითარე ჩემი თავი როგორც სამკერვალოს კუთხით, ისევე აი ამ ბიომეურნეობის კუთხით და ჩემი ცოდნა, ანუ მივედი კასპიის პროფესიულ კოლეჯში, მადლობა ამისთვის იმის ამშენებას და მაარსებას და ვიცი, ბატონ ირაკლის, რომელმაც ეს მართლა განძი შეძინა ჩვენს მთლიანად შიდა ქართლს, ეს ხო არ არის სხვადასხვა მერიებში კიდე წარმოდგენილი, ხო, ჩვენს რაიონს აქვს და ამისთვის დიდი მადლობა, რომ შესაძლებლობა ეძლევა ადამიანებს მიიღონ განათლება უფასოდ. ეს არის ძალიან დიდი, არ ვიცი, პლუსი, იმიტომ რომ ორენოვანი დიპლომი, რომელიც აქ გაიცემო, ვფიქრობ არის ძალიან წარმატებისკენ მიმართული, იმიტომ რომ სხვა ქვეყანაშიც კი შეგიძლია ამ პროფესიით დასაქმდე და არ იყო ვიღაცის მომვლელი, მაგალითად, რომ მიდიხარ, არის სათბურები გაკეთებული და იყო იმის მმართველი და მითითების მიმცემი და არ იყო მუშაიკ და ელემენტარულად ეს ძალიან ბევრის მომცემია, თუმცა ვიტყვი იმას, რომ არ ვიცი, იდეაში არასდროს მომცლია, რომ ჩემი სოფელი დამეტოვა და ქვეყნის იქით წავსულიყავი, შეიძლება წავიდე დასათვალიერებლად და ეს არ იქნება სამუშაო, ხო, არასდროს, იმიტომ რომ ვფიქრობ, ჩვენ ქვეყანას სჭირდება ბევრი ძლიერი ქალი, რომელიც აი დღეს წარმოდგენილები ვართ, ქეთო აი არის აქტუალებული ვარ შენით, იმიტომ რომ შენ ხარ ჯერ ძალიან ნორჩი, პატარა, ძალიან მიზანდასახული, იმიტომ რომ გადადგეს ნაბიჯი, რომ დღეს ჩვენ ჩავწეროთ და წარმატებებს გისურვებ. მადლობა მინდა გადაუხადო სალომეს მუხტიგულაშვილს, რომელმაც საშუალება მოგცა უკვე მე რამდენად წარმოვადგინო ჩემი თავი და ჩემი სოფელი. მადლობა ისევ და ისევიანას, იმიტომ რომ ამის დაარსებულ კონას ცენტრში ვიმყოფებით, რაც ჩემთვის არის ღია სივრცე, იგივე ჩემი სამუშაო ოთახი, სადაც კრებ მეს დასრულ ქალებს, ხანდაზმულებს და ჩვენ ერთად ვუმასპინძლებით ხოლმე ჩვენი მცირედი ბიუჯეტით, რაც გვაქვს საკუთარი. ასევე მინდა ვისაუბრო კასპიის დასრულთა ცენტრზე, რომლის ხელმძღვანელიც არის, როგორც იცით, სალომე მუხტიგულაშვილი. მათთან ძალიან აქტიურად თანამშრომლობ, ვარ ხოლმე როგორც მსმენელი, ასევე მიწვეული ვიყავი ფასილიტატორად, როცა ჩავატარე ბიომეურნეობაზე ტრენინგი. ძალიან სასიხარულო იყო ის, რომ ადამიანს არ მქონდა ჯერ კოლეჯში ჩაბარებული იგივე პროფესიაზე და მე 35 ადამიანი ქალბატონისთვის ჩავატარე ტრენინგი, ამის საშუალება მომცა სალომემ და დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა და დღევანდელი ჩვენი საუბარი იქნება იმის წინსვლისთვის გადადგმული ნაბიჯი, რომ ჩვენის დასრულთა ცენტრი აუცილებლად დარწმუნებული ვარ ითანამშრომლებს კასპიის დასრულთა ცენტრთან
და ეს ახალგაზრდული სივრცე და დასრულთა ცენტრი ურთიერთთანამშრომლობით ძალიან ბევრ რაღაცას შევცვლით მომავლისთვის და უკეთესობისკენ გადავდგოთ ნაბიჯებს. უღრმეს მადლობას გიხდით ამ ხელა ინფორმაციის მიცემისთვის და მოთმობთ სამხელო მოტივაციისთვის ახალგაზრდებისთვის. ახლა კი რა ვქო ბატონიანა, გაქვს თუ არა რაიმე სამოვლო გეგმები უფრო დასწრებით რომ მაგრამ პირველ რიგში დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენ როგორც საზოგადოება ჩვენ დავბრუნდით ევროკავშირისკენ და ამ გზაზე. ამიტომ რომ ეხლა ამ პოლიტიკური სიტუაციაში ძალიან რთულია არასამთავრობო ორგანიზაციის ფუნქციონირება და გრანტების და დონორების უფრო მცირე არის შესაძლებლობები. და ამიტომ ჩვენი გეგმა არის რომ ვიხავით უფრო მდგრადი როგორ ორგანიზაცია. ჩვენ ვაპირებთ გახსნა პატარა ბუფეტი, როსკოლის მერე ბავშვები აქ შეიძლება მოვიდეს, ძალიან დაბალი ფასით ვიხიდოთ რაღაცა ჯამსახი საჭმელი და აქაც შეიძლება დაველოდოთ წრეებზე, ან ავტობუსზე, აქ სივრცეში. და ეს არის ერთი გეგმა, საიდან შეიძლება რაღაცა პატარა შემოსავალი ქონდეს ორგანიზაცია, კიდე ვფიქრობ ან კაფეზე, ან სხვა აქტივობებზე, ან დაბადების დღის ცენტრს და გადახდა აქცენტში, რომ ქონდეს პატარა შემოსავალი და ამისგან უკვე რომ ქონდეს უფრო ბევრი წრეები ახალგაზრდებისთვის და ბავშვებისთვის, უფრო ბევრი განათლების შესაძლებლობა. ძალიან კარგი იდეა, ძალიან მოგეწონა. და კიდე რაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყოველთვის ღია ვარ თანამშრომელებისთვის და ძალიან უხარიათ რომ სხვადასხვა იდეები და თანამშრომლის შესაძლებლობები შემოდიან ჩვენ სოფელში და იგივე უკვე აქ ვისაუბრებთ რაც ახალი იდეა შემოჩნდა. მე კიდევ მუშაობ ჩეხეთის განვითარების აგენტოში და ჩვენ გვაქვს ევროკავშირის პროექტი ამ თემაზე, რომელიც არის სურსათის უზრუნველობა და ვინმე გავაფიქროთ სხვადასხვა პატარა ტრეინინგები ხანდაზმულებთან ერთად და ძალიან კარგი იქნებოდა რომ აქაც იქნება და თქვენ ცენტრში შეიძლება იყოფეს ეს შეხვედრები. ნახეთ ჩვენი სივრცე, აგარ სამუშაო მაგიდები, არ გვაქვს სხვადასხვა ნივთები, ხატვისთვის და სხვადასხვა წიგნები და ცენტრში აქტიურად არიან ხოლმე შაბათ-კვირას ახალგაზრდები, უფრო დღის მეორე ნახევრიდან საღამოს საათებში არიან ხოლმე აქ. ეწერენ აქტიურ თამაშებს, რაღაცა ხატავენ, სამომავლო იდეებს გააცნობენ ხოლმე ერთმანეთს და ცდილობენ ჩვენი თემი განავითარონ და წინ წაიყვანონ. ამისთვის ისევ და ისევ იანას დამსახურება ეს რომ ეს ცენტრი არსებობს და საშუალება მიეცათ ახალგაზრდებს ამ ყველაფრის რეალიზება მოახდინონ, ამან განაპირობა რომ ისინი განვითარდნენ სხვა კუთხით და ეს განვითარებული ახალგაზრდები ბუნებრივია შეგვიქმნიან ჩვენ ახალ მომავალს და ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის რაღაც წინ გადადგმული ნაბიჯი. აქ გვაქვს სხვადასხვა ფოტოები ჩვენი აქტივობებიდან, იქ იყო ჩვენი პირველი პროექტი უკვე მე 7 წლის წინ, აქ იყო გახსნა ჩვენი პარკის გახსნა და აქედან უკვე არის სამუშაო პროცესი ამ ცენტრის. დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ და ჩვენი ცენტრი დიდი მადლობა სტუმრობისთვის და თქვენი ინტერესებისთვის. ასევე მეც მადლობას მოგახსენებთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კონას ცენტრით, ახალგაზრდული ცენტრით და სამომავლოდ იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგება და გავაგრძელებთ ურთიერთობას.